ახლა კი თბილისობა. ეს არის ტრადიცია, რომელიც უკვე წლებია არ ირღვევა. დღესასწაულის ატრიბუტებიც უცვლელია. ტივი, ღვინო, მწვადი, ყვავილები და სპორტული ღონისძიებები. ნათია ოროვლაშვილი მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს. ჩემი კოლეგა ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. საღამომშვიდობის წლევანდელი თბილისობაც ტრადიციისამებრ იყო ძალიან ხალხმრავალი და მრავალფეროვანი პროგრამით. იმდენად მრავალფეროვანი, რომ ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ადამიანი შეეძლო თბილისის ქუჩებში დღეს მისთვის საინტერესო სანახაობა ეხილა. ტრადიციებს რაც შეეხება, ეს დღესასწაული 1979 წლიდან იღებს სათავეს და ამ წლიდან მოყოლებული ის ყოველწლიურად აღინიშნებოდა. თუმცა იყო გამონაკლისიც, თუ ვიკიპედიას დაუჯერებთ, 1990-დან 95 წლის ჩათვლით თბილისობას აღარ აღნიშნავდნენ გასაგები მიზეზების გამო, თუმცა მოგვიანებით ეს ტრადიცია კვლავ აღდგა. დაუბრუნდეთ აწმყოს და ვნახოთ რა ხდებოდა დღეს დედაქალაქის ქუჩებში. თბილისობა 2014 საზეიმო გახსნა საკრებულოს ისტორიულმა შენობამ უმასპინძლა. მუნიციპალიტეტის ნაგებობა განახლებული სახით დღეს საპატიო სტუმრებმა პირველად დაათვალიერეს. შეკრებილებს თბილისობა პატრიარქმა მიულოცა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უმუშევარი ნაკრები იყოს. სტუმრებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა მიმართეს. საპატიო თბილისელის სტატუსი დღეს 10 მოქალაქეს მიენიჭა. ღონისძიების სიურპრიზი კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ქართულ ენაზე შესრულებული სიმღერები აღმოჩნდა. თბილისში სრულად ბუნებრივად ჩამოყალიბდა და მის მთავარ ღირებულებად იქცა სხვადასხვა ერის მშვიდობიანი თანაცხოვრება. საკუთარი ქალაქის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარული და ამ ურთიერთობების პატივისცემა. საკრებულოს შენობის გახსნის შემდეგ დავით ნარმანიამ ტრადიციულ ტივით სეირნობაზე ლიტვის, ლატვიის და სომხეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. მტკვარზე ექსკურსია რიყეზე ღვინის აღლომის გახსნით გაგრძელდა. ჩემთვის განსაკუთრებული პატევია, რომ პირველად როგორც დედაქალაქის მერის რანგში მასპინძლობ ესეთ საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციას. და მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ნახოთ თითეული ის ნიუანსი, თითეული ის ტრადიციული კულტი. თბილისობას დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა გახსნეს. სკვერს ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის ოლივერ უორდროპის სახელი მიენიჭა. ჩვენ პარლამენტის წარმომადგენლები კიდევ უფრო მოხარული ვართ იმითი, რომ ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი სწორედ ჩვენთან პარლამენტთან ასეთ სიახლოვეში მდებარეობს. სამხედრო ორკესტრი უკრავდა დღეს მუშტაეთის ბაღში. გამოიფინა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრებიც. ძალიან მიხარია, რომ დღეს ბავშვები, ოჯახები მოსულები არიან და ჩვენს ორკესტრს უსმენთ. რიყის პარკში დღეს ყველა ასაკის და გემოვნების სტუმრისთვის საინტერესო ღონისძიებები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში სცენაზე როკ მუსიკოსები გამოდიოდნენ. გაიმართა შეჯიბრი კალათბურთშიც. პატარებს კი რობოტმა მაქსიმუსმა უმასპინძლა. გინესის რეკორდის გარეშე არც დღევანდელ თბილისობას ჩაუვლია. 7 გზის რეკორდსმენმა გიორგი ბასილაშვილმა მორიგი გამარჯვება დედაქალაქს მიუძღვნა. 6 წუთში გავაკეთე სალ ფეხზე, მარცხენა ფეხზე 152 ბუქნი. სუხიშვილებთან და ოთონემსაძესთან ერთად კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლა თბილისი მოლში რაკია ჯგუფმა. თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორდღიან ზეიმს რიყეზე შემაჯამებელი კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს. ასეთი იყო დღევანდელი დღის მოკლე და არასრულყოფილი მიმოხილვა. იმისათვის რომ სურათი შეივსოს, ჩემს კოლეგას ნუცა ტრაპაიძეს უნდა მოვუსმინოთ, რომელიც დღევანდელი დღის ყველაზე ლამაზ და ფერადოვან ნაწილს ესწრებოდა. ნუცა, რა ხდებოდა დღეს დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც შენ იყავი? ნათია, ჩემს ოპერატორთან ერთად დღეს მე თბილისობა აღვნიშნე შარდენის ქუჩაზე, სადაც ხილის ფესტივალზე დასასწრებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ჩვენ ასევე ვიყავით ბოტანიკურ ბაღში, რომელიც სახალხო ზეიმს წელს პირველად შემოუერთდა. ვნახეთ იშვიათი მცენარეების გამოფენა. ეს ორივე ღონისძიება ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყოთ. ბევრი ყვავილი, ბევრი ხილი და ყველაფერი შემოდგომის სფერებში. ეს ის რაც ხდება დღეს შარდენზე, ეს არის ტიპის ფესტივალი. ეს კიდევ ერთი ადგილია, სადაც დღეს უკვე მესამე ფესტივალს შარდენზე გარდენია შეუერთდა. ბაღის ასეთ მორთვაზე პროფესიონალმა და მოყვარულმა მებაღეებმა ისრუნეს.
გარდენია ბოლო 3 წელია რაც ჩაერთო. და მე მგონი დაეტყვა ახალებას, გაცოცხლდა, გახალისდა და მოსული სტუმრების კმაყოფილები არიან და ჩვენც კმაყოფილები ვართ. თბილისელებთან ერთად სახალხო ზეიმს ტურისტები შეუერთდნენ. ჩვენ ეს წუთია მოვედით, უამრავი ხალხია. ასეთ მხიარულ ადამიანებს პირველად ვხედავთ. ძალიან სასიამოვნო დღესასწაულია. ახლა ვიწყებთ და იმედი გვაქვს ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება. წელს პირველად თბილისობის დღესასწაულს ბოტანიკურ ბაღშიც აღნიშნავენ. იშვიათი სახეობის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეების შეძენას ნამდვილად ვერ შეძლებთ, თუმცა გამოფენაზე დაათვალიერებთ და აქაურების საინტერესო ისტორიებსაც მოგიყვებიან. აქ არის გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ორანჟერის ტროპიკული მცენარეები, რასაც ხედავთ თქვენ თვითონაც დაათვალიერებთ და 2 დღის მანძილზე გაგრძელდება ეს. იშვიათი სახეობის მცენარეების გარდა ძველი თბილისისა და ბოტანიკური ბაღის უძველესი ფოტოებიც გამოიფინა. აი ამ ფოტოზე მაგალითად აღბეჭდილი არის ერთ-ერთი პირველი გამგე თავის მეუღლით და შვილით ურთ. კიდევ გვაქვს ძალიან საინტერესო ფოტო. ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1852 წლის თბილისობა არის, თავადაზნაურობა ქეიფობს ბოტანიკურ ბაღში. შარდენი, რიყე, ბოტანიკური ბაღი, გორგასლის მოედანი და აბანათუბანი. სახალხო ზეიმმა დღეს მთელი თბილისი მოიცვა. თუკი ჯერჯერობით დღესასწაულში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწარით, ხვალიდან განახლდება ღონისძიებები ზუსტად 10 საათზე, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ყვავილები და ასევე დაათვალიეროთ მებაღეების მიერ გაფორმებული შარდენის ქუჩა, ბოტანიკური ბაღი კი იშვიათი მცენარეების გამოფენასთან ერთად ტერიტორიაზე ველურ ბოლასაც შემოგთავაზებთ. მადლობა ნუცას და ნათიას, ჩემო კოლეგებმა თბილისობის დღესასწაულზე